გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. როდის დაიწყება PSG-ისთვის პრესეზონი და რას ამბობენ კვარაცხელიას ოქროს ბურთის საკაზე. მამარდას მორიგი მატჩი ლივერპულის მაისურით და დამცინავი კომენტარები. რა ხდება ქართველი მეკარის თავს? ჩვენ კი ვცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე თუ ახალი ხარ არ დაიზარო არხის გამოწერა, რადგან ჩვენ 95000 გამომწერისკენ მივიწევთ. მადლობა მეგობარო, თუ ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. სასუოლო შეთავაზებას ამზადებს ბოლო ინფორმაცია საბაგო გლიჩიძეზე. ემპოლის ქართველი ფეხბურთელი საბაგო გლიჩიძის გადაბირებით რამდენიმე კლუბი არის დაინტერესებული. 21 წლის მსვალი საკუთარ რიგებში ხილვაკი სასუოლოს ასურს და ბოლო ინფორმაციით ნეროვერდი შეთავაზებას ამზადებს. კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ემპოლიმ კი ბარტერის სურვილი გამოთქვა, რომელშიც გოგლიჩიძე და კასოდენტალი იქნებოდნენ ჩართული. იტალიელი ჟურნალისტის ლორენცო ლეპორეს ინფორმაციით სასუოლო ალტერნატიულ შეთავაზებას ამზადებს, რომელსაც ემპოლის ძალიან მალე წარუდგენს. ნეროვერდი აპირებს რომ ტოსკანელებს 6 მილიონი ევრო შესთავაზოს და გარიგებაში ლუკა მორო ჩართოს. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ემპოლი 8 მილიონ ევროს ითხოვს. მე კი დავძენ იმასაც რომ სასუოლოს გარდა გოგლიჩიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პარმა და მიდტიულანდი ადევნებენ თვალს. ხოლო დანიური პრესის მიხედვით მიდტიულანდი მზადაა რომ საბაში 4 მილიონი ევრო გადაიხადოს. სენტ-ეტიანის ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი სერიას კლუბს დაუკავშირეს. ერთ-ერთმა უძველესმა იტალიურმა გაზეთმა Il Resto del Carlino დავითაშვილსა და ბოლონიაზე დაწერა და უახლესი ინფორმაცია გაგვიზიარა. როსობლუ და ნაპოლიდან დოიეს თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. პარტენოპეი მაქსიმუმს აკეთებს, რათა შვეიცარიელი შემტევი გაიფორმოს. ხოლო გამოცემის ინფორმაციით, ბოლონიამ იმ ფეხბურთელების კანდიდატურები განიხილა, რომლებსაც ნდოის ჩანაცვლება შეუძლიათ. იტალიური გაზეთის მიხედვით კი ერთ-ერთი ვინც როსობლუს სიაში მოხვდა დავითაშვილია. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის ვარიანტი ბოლონიას ზურიკოს აგენტმა მამუკა ჯუღელმა შესთავაზა. ჯერჯერობით იტალიური კლუბის საბოლოო პოზიცია უცნობია. ბევრი რამ დოის მომავალზეა დამოკიდებული. მე კი შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის სენტ-ეტიენთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მწვანეებს კი მისი გაშვება არ სურთ. ისინი კი ზურიკოს სანაცვლოდ მინიმუმ 15 მილიონ ევროს ითხოვენ. სწორედ ეს თანხა კი ზურიკოს ტრანსფერს ძალიან აფერხებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ არაფერი შეიცვალა, შესაძლოა რომ მას ლიგაურში დარჩენა მოუწიოს. როგორც მოგეხსენებათ, სეზონის წინა ამხანაგურ მატჩში მილანმა ლივერპული ანგარიში 4-2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და სამწუხაროდ 3 გოლი გაუშვა. მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მერსესაიდელთა დაცვა ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. ხოლო მამარდას კარში გატანილი პირველი 2 გოლიდან ქართველის ბრალი არცერთი არ ყოფილა. რაც შეეხება მესამეს ეპიზოდი ასე იწყება. კოსტას სიმიკასი გადაცემას უკეთებს იბრაჰიმა კონატეს, რომელიც უხერხულად უგდებს უკან ბურთს გიორგის, რომელიც მოედნის ცენტრის სიახლოვეშია. მამარდა ერთმა მოთამაშემ დააპრესინგა. მან კი მისი მოტყუება მოახერხა და ბურთით სიმიკას გადააწოდა. სიმიკასმა კი ბურთი უხერხულად დაამუშავა, რის გამოც ორი ფეხბურთელი პრესინგზე ავიდა. ამის შემდეგ კი ბერძენმა ბურთი უკან ისევ მამარდას ძალიან უხერხულად მიაწოდა, რომელზეც ფაქტობრივად ის ემოთხსენებული ორი კაცი უკვე ასული იყო. თანაც როგორ პასაკეთებს სიმიკასი. თუმცა საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ ამ გოლში სიმიკასთან ერთად გარკვეულწილი ბრალეულობა მამარდაშვილსაც მიუძღვის. თუმცა ეს ეპიზოდი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ. ეს ყველაზე უკეთ თავად მამარდამ და სიმიკასმა იციან. რა თქმა უნდა, ეს დიდი მნიშვნელობის მატჩი არ ყოფილა და თანაც შეცდომების გარეშე განვითარება და წინსვლა გამორიცხულია. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, გიორგის ამ მომენტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მამარდაშვილი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ ითვლება და ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი ლივერპულის კონკურენტებს ძალიან აშინებთ. შესაბამისად, მეტოქე გუნდის კომაგები ცდილობენ, რომ გიორგი ფსიქოლოგიურად გატეხონ და მას თავდაჯერება დააკარგვინონ. ხოლო მიუხედავად იმისა, რომ გიორგის ამ შეცდომას ლივერპულის კომაგები კარგად გამოიხმაურნენ, ევერტონის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ფანგვერდმა სოციალურ ქსელ X-ზე გაშვებული გოლის ვიდეო შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა. ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ ლივერპულის ახალ მეკარეს, გიორგი ონანა მამარდაშვილი. აღსანიშნავია, რომ პოსტ ბევრი საქილიკო კომენტარი მოჰყვა. ბევრი კი გიორგის ახალ კარიუსაც უწოდებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გიორგი მამარდაშვილმა უკვე არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ კრიტიკა მის მოტივაციას არ ანელებს. პირიქით, ეს მას ენერგიას აძლევს. სწორედ ასეთი მომენტები ქმნის ძლიერ სპორტსმენებს და ცხადია, ქართველი მეკარეც მალე დაამტკიცებს, რომ ერთი შეცდომა ვერაფერს სვლის მის პროფესიონალიზმსა და კლასთან მიმართებით. როგორც აქამდე იყო ცნობილი, პარი სენ-ჟერმენს 2025-26 წლების სეზონისთვის მზადება 4 აგვისტოს უნდა დაეწყო. თუმცა გუნდის თავკაცმა ლუის ენრიკემ ეს თარიღი 6 აგვისტომდე გადადო. შეკრების ასაგვიან დაწყება კი რა თქმა უნდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს ეხება. ენრიკე სურდა რომ ფეხბურთელებს დასასვენებლად გარკვეული დრო ჰქონოდათ. როგორც იწერება ესპანელმა სპეციალისტმა თავის ფეხბურთელებს დაავალა რომ 28 რიცხვიდან გაწერილი ვარჯიშების მიხედვით ინდივიდუალურად დაეწყოთ მზადება. პარიზულ გუნდს კი შემდეგი მატჩი 13 აგვისტოს UEFA
UEFA სუპერთაზე ტოტენჰემთან აქვს. ლიგა 1 სეზონს კი 17 აგვისტოს ნანტის წინააღმდეგ დაიწყებს. რაც შეეხება თავად კვარაცხელიას, ცოტა ხნის წინ ქართველი ფეხბურთელის შესახებ საკმაოდ სასიამოვნო კომენტარი გაკეთდა. წლევანდელ ოქროსბურთზე დიდი კონკურენცია, თუმცა ერთი რამ გარკვეულია, ჯილდოსის ფეხბურთელი მოიგებს, ვინც აქამდე არასდროს დაუფლებია. ფავორიტებად კი ლამინ იამალი, უსმან დემბელე და რაფინია მიიჩნევიან, თუმცა კონკურენციაში ხვიჩა კვარაცხელიასაა. ამასთან დაკავშირებით კი იტალიური გამოცემა ულტრა ნაპოლის რედაქტორი ჯენარო მონტუორი შემდეგ კომენტარს აკეთებს. ხვიჩამ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო ნაპოლიში და შემდეგ ასევე კარგად გააგრძელა PSG-შიც. მიმაჩნია, რომ ის ოქროსბურთს იმსახურებს, ორი ქვეყნის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგისა და საფრანგეთის თასის გამარჯვებული. მართალია, მან სერიას ოქროს medali ვერ მიიღო, თუმცა PSG-ში გადასვლამდე უნიშნულოვანესი გოლები და საგოლე პასები გააკეთა, რითიც ნაპოლის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. ამიტომ თუ მას იტალიაში ჩამოსვლა მოუწევს, ნეაპოლელებისთვის მადლობის გადახდა არ უნდა დაავიწყდეს, განაცხადა ჯენარო მონტუორი. უთანხმოება კლუბთან პარიზულ კლუბს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ტოვებს. როდრიგო და სხვები რეალი 5 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ზაფხულის ამხანაგური შეხვედრების პარალელურად სატრანსფერო ციებ-ცხელება გრძელდება და გუნდები ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. მადრიდის რეალში კი კარლო ანჩელოტის წასვლისა და ჩაბი ალონსოს მოსვლის შემდეგ ახალი ეპოქა დაიწყო. ახლა კი ალონსო სამეფო კლუბს ახალი 2025-26 წლების სეზონისთვის ამზადებს და როგორც ჩანს, რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება სურს. 43 წლის თავკაცი პირველ წინა სასეზონო ვარჯიშს 4 აგვისტოს ჩაატარებს, რის შემდეგაც კლუბი აქტიურად შეეცდება 5 მოთამაშის გასხვისებას. ესპანური გამოცემა ისის ინფორმაციით, როდრიგო, ენდრიკი, დავიდ ალაბა, დანი სებალიოსი და ფერლანდ მენდი დიდი ალბათობით სამეფო კლუბს ზაფხულში დატოვებენ. როდრიგოზე ყოველდღე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ბოლო ცნობების თანახმად რეალი მზადაა რომ ის გაუშვას, თუმცა მინიმუმ 100 მილიონი სანაცვლოდ. რაც შეეხება ენდრიკს, რეალი მის გაყიდვას არ გეგმავს, თუმცა საუბარია იჭარით გაშვებაზე. ცალსახაა, რომ ბრაზილიელ ტალანტს დიდი სათამაშო დრო არც მომდევნო სეზონში მიეცემა. შესაბამისად, მისთვის უმჯობესი იქნება, რომ სხვა კლუბში გადავიდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანლუიჯი დონარუმა ამ ზაფხულს პარი სენ-ჟერმენს დატოვებს. დონარუმა და PSG კონტრაქტის განახლების თაობაზე ვერ თანხმდებიან. ფეხბურთელს კი PSG-სთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის ახლა არ გაიყიდა, უდიდესი ალბათობით ის კლუბს მომავალ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რაც ლოგიკურია, რომ PSG-ს არ აწყობს. როგორც იწერება იტალიელის დამატებით თურქული გალათასარაი ინტერესდება. ისინი ჯანლუიჯის კონტრაქტს 2035 წლამდე სთავაზობენ. ხელფასი კი წლიურად 25 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ დონარუმა PSG-ში წლიურად 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. იტალიელ მეკარეს კი სურს, რომ თავისი ამაგის შესაბამისად დაუფასდეს და ხელფასი მოუმატონ, მაგრამ როგორც ჩანს, PSG-ს პრეზიდენტი ამ დათმობაზე არ მიდის. სწორედ ამის გამო კი დონარუმა კლუბზე განაწყენებულია. ფრანგული პრესის ინფორმაციით კი PSG დონარუმას გარშემო მიმდინარე მოვლენებს სიფრთხილით ეკიდება და თადარიგს იჭერს. მათ კი ჯიჯი შემსვლელი უკვე შეარჩიეს და ლილის მეკარეს ლუკა შევალიეს უმიზნებენ. აღსანიშნავია, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და საბოლოო შეთანხმება დაახლოებით 40 მილიონი ევროს ოდენობისაა. ამ ხელა ფულს კი ისინი მეორე მეკარისთვის რა თქმა უნდა არ გადაიხდიდნენ. ეს ყველაფერი კი დონარუმას წასვლის ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.